სოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანმა ვებგვერდმა, რომელიც რეკომენდაციას უწევს ტურისტებისთვის საწავიდნენ და რა ნახონ და რა ხდება ამ სოფლიოში, თავარ 10 მოვლენას შორის 10 თავარი მოვლენა დასახელდა აგვისტოსთვის. იქ არის მაიამის ფესტივალი, ნიუ-იორკის ფესტივალი, ლონდონის, ამსტერდამის და მეოთხე ადგილზე არის ანაკლია. 12000 ეგრეთ წოდებული კოიკა არის აღწერილი ანაკლიასა გარშემო სოფლებში ერთხელ. ის გადააქირავს ხალხი კოიკას ერთ ლოგინს 80 ლარად. 80 ლარად ერთ დღეში. მე ვნახე ოჯახები, რომლებსაც აქვს 25 აი ესეთი კოიკა თელს სახლში. ერთ სახლში გადაიხადეს 20.000. და ეს ადამიანები ერთ დღეში აიღებენ 2000 ლარს. 2000. ეხლა ამას დაუმატეთ, რომ იქ იმდენი ხალხი რო ჩამოვა. ყველა ხო უნდა. გადაადგილება ხო უნდა. ეხლა სულ ხوار გაჩერდებიან, არა ვიღაცას მესტიის ნახვა მომდება, ვიღაცას კანიონებს ვანახებთ, ვიღაცას მღვინეებს ვანახებთ, ვიღაცას ტბებს ვანახებთ. ვერტფრენები იქნება, გაჩერებულად ცხენებს გააკირავებს. ხალხი და რაღაც ძალიან დიდი ამბები იქნება, ძალიან დიდი ზეიმი იქნება. რომელზედაც დაიხარჯება ძალიან ბევრი რაოდენობის ფული, რომელიც საჭიროებაში წავა, აქ არ დარჩება. ამ რეგიონში არ დარჩება. და ამ ადგილას არ დარჩება. ესე გონიათ რომ ასე არის და რატო არ მოხდა ინფორმაციული უზრუნველყოფა წესიერი? მოლაპარაკებები, რატომ აქ ესეთი შეკითხვა? თუნდაც საპატრიარქოს ხო არის განცხადება გუშინ გავიგეთ. მაგრამ მე უფე გერასია. მე არ ვიტყვით რომ არასდროს მათ გონიათ რომ ესეთი იქნება. თქვენ იძახით რომ ასეთი არ არის. მაშინ ასე გეტყვით. ეს რა არის? არა, დავასრულე. კარგი, მოუსწრო. აი მე მეჩვენება როგორც მოქალაქეს, რომ არ მოხდა სწორი ინფორმაციული კამპანია, რომ ჩვენ საზოგადოება ვერ გავიგეთ რომ ეს ფესტივალი არის ან ორგანიზატორს ან თქვენ ფასილიტატორები ფასილიტატორები. არა, ნახეთ ახლა რა. არა, ცოტა დავიანებული ხომ არის. არა, არაფერი არ არის დავიანებული, არაფერი არ არის. ეს ზოგადად რაღაცა იცი? მე პასუხი თქვენგან არის თუ არა თქვენ მხრიდან გამჭვირვალობა ბოლომდე დაცული და ვიცით თუ არა ბატონო. ისე გიმეორე. და რა ფესტივალი იქნება? კი ბატონო. არის საშიშროება რომ საერთოდ ჩემი ქვეყნის ინდუსტრიის კარგი. ბატონო, მე სხვა კითხვა დავწერე. რატომ გონიათ რომ ეს არის სტუდი? რატომ არ მოხდა ინფორმაციული უზრუნველყოფა? მოდი, ეს ლამბერა დავახმართ თავის სახელი რა. თქვენ ხედავთ რა ზოგი მაქამაზა. თქვენ აღვირახსნილის ქმედება სახალხო შეკრების ადრე ესეც დაჟადია და ბუნებრივია რომ არც ორგანიზატორები და არც ჩვენ ამას არ მივესალმები და რასაკვირველია ის რაც რასაკვირველია რომ იქნება შეძლო რა თქმა უნდა კი ბატონო ერთება პირადი აზრი არ არის მაგრამ ამბობენ რომ ტრაბალი იქნება და ვისთვის იქნება ნარკოტიკები იქნება და ვისთვის ესე იგი თვითონ ორგანიზატორები ღონისძიების ძალიან კატეგორიულად აფრთხილებენ ჩამოსვლას თუ მონაწილეს, ასევე ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩამოსველი იქნება მონაწილე თუ ადგილობრივი, რომ იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობა და საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს მთავრობა უცხადებს აბსოლუტურად ნულოვან ტოლერანტობას ნარკოტიკს და იჯება ის უმკაცრესად. პირადად ჩემთვის ნარკოტიკების გამყიდველი ადამიანი არის ტერორისტზე და ყველაზე უარესი. პირადად მე ვარ მომხრე იმისი, ადამიანი რომელიც ყიდის ნარკოტიკს, ის უნდა იჯდეს მთელი ცხოვრება ციხეში. გაყიდის ვიღაცა ნარკოტიკს, ჩაჯდება ციხეში და მე პირადად ვიზუნებ იმას, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით. ბაზური ტურიზმის ცენტრი. ძალიან დიდი რაოდენობის განთავსების საშუალო ოჯახებზე მაქვს საუბარი, 12000 ეგრეთ წოდებული კოიკა არის უკვე აღწერილი. ამის გარდა 5-6000 განთავსების ადგილი იქნება ყარობის ქალაქებში. ვაგზელით ისევე აღწერას და აღწერილი არის სხვადასხვა სოფლები ანაკლიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღიწერება კიდევ ესენი სულ იქნება ანაკლია, განმუხური, დარჩელი, ალბათ მივად ორულუნდეს და ერგეტამდეს და სხვა სოფლებსაც მოვიცავთ.
პრაქტიკულად არ დარჩება სამეგრელოში ოჯახი, რომელიც აგვისტოს თვეში არ ასე ვთქვათ, კარგად არ იხეირებს და ეს იქნება არა მარტო წელს, არამედ მოგეუბნებით ჩვენ თუ მოვახერხებთ იმას, რომ შავი ზღვისპირა ზოლის სამეგრელოში გავხადოთ ახალგაზრდული ტურიზმის ცენტრი, რეგიონალური კი არა, მსოფლიო მასშტაბის, რასაკვირველია, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც აქ არის, იქნება დასაქმებული, იქნება საშუალო თავისი ოჯახის პროდუქცია გააგებოს, სპეციალური ბაზარი კეთდება აგერ ანაკლიაში, რომელიც იმუშავებს სავარაუდოდ 24 საათის განმავლობაში და იყიდება გლეხების მიერ მოწეული პროდუქცია თუ იქნება ეს პამიდორი, იქნება კიტრი, იქნება ეს სხვადასხვა ხილი თუ სხვადასხვა საკვები პროდუქტები. ამის გარდა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ჩართული გადაადგილებაში, იქ იქნება სატრანსპორტო ლოგისტიკა, იქ იქნება ტურებში მონაწილეობა, ვიღაცა ცხენს გააქირავებს, ვიღაცა იქნება გამყოლი. ყველა სამინისტრო აბსოლუტურად არის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩართული და ამ პრობლემების ეს ელემენტარული პრობლემები, რომელიც იქნება კომიციაში ჩვენ აღმოჩნდებით, ეს იქნება ამის კრება იყო ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით სამეგრელოს ფარგლებში, მაგრამ დიალოგი წავიდა კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით. იყო უფრო მეტი ტექნიკური ხასიათის კითხვები, რაზეც მეტაკლებად მივიღეთ პასუხი, მაგრამ აღნიშნეს ისინი არ არიან ორგანიზატორები და ყველაფერში ვერ არიან კომპეტენტურები, მაგრამ მე მქონდა როგორც მოქალაქეს კითხვა შემდეგნაირი, რომ არსებობს გარკვეული ნეგატიური ფონი, რომელიც წინააღმდეგი ამ ფესტივალის შეიძლება წინააღმდეგი არ იყოს, მაგრამ აქვს გარკვეული კითხვები. რამდენად დადებითად იმოქმედებს ეს ქვეყნის იმიჯზე, იქნები თუ არა რაღაც გარყვნილების ტალღისგან დაცული, იყო სრულად უმკინოლო კითხვა, რადგან არის გარკვეული ჯგუფები, მე არ შევეხები, ახლა თავს ვერ გამოვიდებ, რომ ვერ ვისაუბრე მე საპატრიარქოს და ადგილობრივი ეპარქიის მხრიდან, მე ვერ ვისაუბრე, მაგრამ მათგანაც არის გარკვეული ადამიანის ჯგუფები, რომლებსაც აქ კითხვა. როგორც ეს ბატონები აღნიშნავენ, ეს ფესტივალი არის ძალიან კარგი, არ იქნება არანაირი გარყვნილება და არის თავიდან ბოლომდე დადებითი და მე უბრალოდ მქონდა კითხვა, თუ ეს მართლა ასეთი დადებითია და ეს გავიგეთ ჩვენ აქ, რატომ არის ეს კითხვები? იქნებ ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემა. სამწუხაროდ ვერ მივიღე პასუხი, მე არა ვარ ნამდვილად დღეს ამ პასუხით კმაყოფილი, რადგან იყო რომ ეს ფესტივალი კარგია, ვისაც არ უნდა გაგება, ვერ გაიგებენ. ეს იყო ჩემთვის ცოტა არ იყოს მიუღებელი კითხვა, მაგრამ მე იმეც ვიტყოდი, რომ უბრალოდ ჩემი კითხვა ვერ გაიგეს.